საარჩევნო პროცესი იყო ლიბერალური. საქართველოს მოქალაქეებს მიეცათ საშუალება, რომ თავისუფლად მიეცათ ხმა. პროცედურა სრულად შეესაბამებოდა საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებს. საარჩევნო პროცესი მაღალი პროფესიონალიზმითა და დემოკრატიულად წარიმართა. ყველაფერმა ყოველგვარი ინციდენტებისა და ძალადობის გარეშე ჩაიარა. ამ საოცნებო ქვეყანას საქართველო ჰქვია, სადაც არჩევნები ყველაზე თავისუფალი და სამართლიანია. მთავრობა ყველაზე დემოკრატიული და ევროპულია. სასამართლო ყველაზე სამართლიანი, პოლიცია ყველაზე ლმობიერი. ხალხი კი ყველაზე უმადური, რა კი ამას ვერაფერს ხედავს და ყოველდღე დაბარებისა და ორგანიზების გარეშე ქალაქების ცენტრალურ ქუჩებსა და მოედნებს პროტესტით ავსებს. არჩევნები ჩატარდა სერიოზული შეშფოთების ფონზე, რაც ეხებოდა ბოლო პერიოდში მიღებული კანონმდებლობის გავლენას ფუნდამენტურ თავისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე. ნაბიჯებს საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუციების დამოუკიდებლობის შესამცირებლად და ამომრჩევლებზე ზეწოლას. ამ ყველაფერმა შერწყმულმა არჩევნების დღეს გამოვლენილ პრაქტიკასთან მოახდინა კომპრომიტირება ზოგიერთი ამომრჩევლის შესაძლებლობისა. მიეცა ხმა შურისძიების შიშის გარეშე. ვრცელდებოდა ინფორმაცია ამომრჩეველთა დაშინების, იძულების, მოსყიდვისა და ზეწოლის შესახებ, განსაკუთრებით საჯარო მოხელეებისა და ეკონომიკურად შეჭირვებულთა შემთხვევაში. რამაც გაზარდა შეშფოთება, რომ ზოგიერთი ამომრჩეველი ვერ შეძლებდა აზრების ჩამოყალიბებასა და ხმის მიცემას შურისძიების შიშის გარეშე, რაც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ვალდებულებებსა და საერთაშორისო სტანდარტებს. კამპანიის რიტორიკა და გამომსახველობით მხარე ზედმეტად პოლარიზებული იყო. მართველი პარტიის წარმომადგენლები საჯაროდ აცხადებდნენ, რომ აპირებდნენ მთავარი ოპოზიციური პარტიების აკრძალვას, რაც დემოკრატიულ პლურალიზმს ეწინააღმდეგება. მსოფლიოს ჩვენგან ბევრი ესწავლება. მაგათ ეგონათ EU-ს დასკვნას ისე გავიგებდით, როგორც დაწერეს. ნურას უკაცრავად. ისე გავიგებთ, როგორც ჩვენ დავწერდით. ესე იგი, როგორც ეს სუბიექტი გვეტყვის. დიდ რეზო ამაში უკელს დავესესხები, ეს ლოკონებიანი. ყველა ბრალდება იქნა გაბათილებული, რასაც აყენებდა ამ არჩევნებთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიცია. შესაბამისად, EU-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა მარტივი ჭეშმარიტება, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები წარმატებით შედგა. იცოდეთ ადამიანის შებრალება. ცალკე ლოკონების გამოსცხელა, ცალკე იმაზე ფიქრით ხაზე ინს რა უპასუხოს. თითქოს ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც მოსკოვიდან გამოგზავნილ სახელმძღვანელოში ეწერა. ოღონდ თითქმის ყველაფერმა გაუსხა. ახლა აღმოჩნდა, რომ არჩევნებზე კრემლის ჯიბის დამკვირვებლების ამბავიც გაუგეს, ვისაც 26 ოქტომბრის დილიდანვე უნდა ეთუთი ყუშა. ეს რა კარგი არჩევნებია, ეს რა ნახა ჩვენმა თვალებმა. დემოკრატიის როგორ წალკოტში ჩამოგიყვანივართო. ყალბი დამკვირვებლების მონაცემთა ბაზის შედგენა 2015 წლიდან დავიწყეთ. როგორც წესი, ყველაფერი სათავეს იღებს კრემლში. შემდეგ კი მის ტაქტიკას სხვა ქვეყნები იზიარებენ. დღეისთვის ამ ბაზაში 800-მდე სახელია. ისინი ვინც გამოჩნდა რუსეთში, ბელარუსში, უკრაინის ოკუპირებულ მიწებზე ჩატარებულ არჩევნებზე. ბევრია ისეთი, ვინც მსგავსი არაერთხელ უკეთებია. პროფესიონალი ყალბი დამკვირვებლები. ბოლო არჩევნებმა საქართველოში ამ სიას 23 სახელი დაუმატა. სწორად უნდა გაიგოთ. ადამიანები, რომელთაც დემოკრატიული არჩევნების ევროპული პლატფორმა ყალბდამკვირვებლებად ცნობს, სრულიად რეალურები არიან, ხორციელნი და სულიერნი. ცესკოთ მინიჭებული სტატუსიც აქვს და გულზე ბეჯებიც ჰკიდიათ, მაგრამ არჩევნებს ისევე აკვირდებიან, როგორც თქვენ აკვირდებით მეთანის წვიმების პროგნოზს სატურნის თანამგზავრ ტიტანზე. ამ 23 ადამიანის განცხადებები რეალებდა იმედსა და რუსთავი ორში. ამ ადამიანებს იწერებოდა სტატიები, ამ ადამიანების ვიდეოები იდებოდა ვებგვერდებზე და ამ ადამიანების ფრაზებით კეთდებოდა Facebook ქარდები. გამოცდილება აჩვენებს, რომ იმავე ყალბი დამკვირვებლების რესურსს არ სხვა სახელმწიფო მედიები მოაცდენდნენ. ტიტრი, რომელსაც იმედისა და რუსთავი ორის მაყურებელი ეკრანზე ხედავდა, საკმაოდ რესპექტაბელური იყო. ვიღაც წარმოადგენდა ბასკეთის საკრებულოს, თუმცა ესპანეთის სენატის წევრი ეწერა. ვიღაც რაღაც უნივერსიტეტს. ვიღაც ნამდვილი პარლამენტარი იყო უნგრეთიდან, ვიღაც პოლონური კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი. თუმცა რატომღაც 4 ადამიანიდან 3-ს საერთაშორისო დამკვირვებლის ერთნაირი მოვარდისფრო მოწმობა ეკიდა. ერთს კი ცისფერი, რომელიც ცესკოს წესითა და ტრადიციით მხოლოდ მედიას ეკუთვნის. შემიძლია გითხრა, რომ პროცესი ძალიან მაღალი სტანდარტით წარიმართა. საარჩევნო პროცესი ძალიან მაღალი სტანდარტით წარიმართა, ვინაიდან საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული იყო კამერები, პროცესს კი ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები აკვირდებოდნენ.
ექსცესები არ ყოფილა და საბოლოოდ საარჩევნო პროცესს დადებითად ვაფასებთ. როდესაც სადმე ყალბიდამკვირვებლები ჩნდებიან, უნდა მიხვდეთ, რომ ამ არჩევნებზე რაღაც ცუდი ხდება. ეს ხალხი არ მიდის არჩევნებზე ისეთ ქვეყნებში, სადაც არჩევნები დემოკრატიულია. მაგალითად მოლდოვაში, სადაც რუსები ასევე ძალიან აქტიურად ერეოდნენ. წელს ასეთები არ გამოჩენილან, რადგან საარჩევნო პროცესი და ადმინისტრირება დემოკრატიული იყო. საქართველოს წინა არჩევნები არასდროს შეგვისწავლია, მაგრამ ახლა ისეთი დაძაბული წინასწარი ფონი იყო ბუნებრივად დავინტერესდით. სია, რომელთაც ქართულმა ოცნებამ სასურველი უცხოელების შეკრიბა ბევრჯერაა გადამოწმებული. ამ ხალხმა დიდი ალბათობით ზედმიწევნით იცის, რისთვის პატიჟებენ და რასელიან მათგან. დიდი ალბათობით ზედმიწევნით იცის, რომ მონაწილეობს არა უბრალოდ პოლიტიკურ ფარშში, არამედ დანაშაულში. თუმცა მოტივი შეიძლება განსხვავებული ჰქონდეს. არ გვაქვს დაფიქსირებული შემთხვევები, რომ ვინმესთვის პირდაპირ კონვერტით მიეცათ ფული. ეს ხალხი ამას ყოველთვის ფულის გამო არ აკეთებს. ზოგს ჯერა რომ ქართული დემოკრატია სჯობს მათი ევროპული ქვეყნის დემოკრატიას. ვიღაცას აშანტაჟებენ. არაერთხელ მომხდარა, რომ ვიღაც დიდ სკანდალში გახვეულა და უცებ აღმოჩენილა დამკვირვებლად რუსეთის არჩევნებზე. წელს ორივე აზერბაიჯანულ არჩევნებზე დამკვირვებლების სტატუსით ჩავიდა იტალიის პარლამენტის წევრი, რომელიც ბიზნესმენთა ოჯახს წარმოადგენს. არ გამორიცხოთ, რომ იქ საოჯახო ბიზნესის განსავითარებლად ჩავიდა. საერთო ჯამში 26 ოქტომბრის არჩევნებს 1700-ზე მეტი უცხოელი აკვირდებოდა. მათგან 683 ეუთო ოდირის მისიაში იყო, რომელთა დასკვნაც ქოთს თავზე 3 დღის წინ ბომბივით დაასკდა. 75 წევრი ჰყავდა ეუთო საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას, 95 ამერიკის საელჩოსა და ბევრ სხვას. მაგრამ სახელმწიფო მედიას ჰქონდა ზუსტი მითითება, ვისთვის მიეშვირა მიკროფონი და ვისთვის დაეთმო ტრიბუნა. მათ შორის ისეთი სანდოებიც ეგულებოდა, რომელთათვის პირდაპირ ეთერის დათმობა შეიძლებოდა. რა კი იცოდა, რასაც მოისმენდა. ზოგი საარჩევნო დარღვევებზე საუბრობს, ნაწილი გაყალბების მცდელობებზე, ბევრი სპეკულაცია გვესმის. მაგალითად, ოპოზიცია და მათთან აფილირებული არასამთავრობოები ცდილობენ არჩევნების ლეგიტიმაცია დააყენონ ეჭვქვეშ. არ შეიძლება თქმა, რომ დარღვევებს ჰქონდა სისტემატიური ხასიათი, ვინაიდან იმ შემთხვევაში თუ ნებისმიერი პოლიტიკური ფიგურა თუ კი აცხადებს ამას, ნიშნავს, რომ ისინი უბრალოდ პატივს არ ცემენ არც ქართულ ხალხს და არც მათ საარჩევნონებას. კუპრის ერთი კოვზით გაფუჭებული თაფლის კასრის ამბავია. 1700-დან 23 ყალბიდამკვირვებელი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა ეთერის შესავსებად. ბავარიის სამხარეო პარლამენტის წევრის ულრიხ ზინგერის მსგავსად, რომელიც მარნეულში ბიულეტენების ჩატენოს აკვირდებოდა და ვერაფერი შეამჩნია. აი ეს ზინგერი იყო, ვინც საქართველოსთან პირდაპირ სოჩში გაემგზავრა და მთელს ევროპაში მოხიკული პრორუსების კონფერენციაში დიდი სიხარული ჩაერთო. რუსეთის სანქციების დაწესებას პირველი დღიდან ვეწინააღმდეგებით, რადგან რუსული გაზის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება. ჩვენმა მთავრობამ დაანგრია გერმანიის ეკონომიკა. გაზი ძალიან გაძვირდა, დახურეს ბირთვული სადგურები. დღეს ენერგიას ნახშირით ვიღებთ. არ ვიცი ზამთარში რა უნდა ვქნათ. ვერც მანქანებს ვყიდით რუსულ ბაზარზე, ვერც სხვა პროდუქციას. 23 ყალბდამკვირვებელ შორის იყო ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერობიდან დაქნეული და მრავალ კორუფციულ სკანდალში გახვეული ჰენრიკ ჩარნეცკი. ამ ფრანგული ორგანიზაცია სოსკოს ოპერაციების დირექტორი ფრანსუა ჟიგელი. არაერთი კორუფციული სკანდალის შუაგულში ყოფილა და მის რეპუტაციაზე ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი დასმულა მთლიან წლების განმავლობაში. ასევე 5 ფრანგი ეროვნების დამკვირვებელი იყო და მათ შორის ერთ-ერთი იყო ძალიან საინტერესო ფრანსუა ჟიგელი. მასზე არის რამდენიმე კვლევა ჩატარებული, ის არის ფრანგი ულტრა მემარჯვენე ბიზნესმენი და კომპანია სოსკოს დამფუძნებელი და ეს კომპანია, მისი კომპანია ხილებული არის ასადის რეჟიმის სამხედროების დაფინანსებაში და ასადის რეჟიმის ხელშეწყობაში. 23 ყალბიდამკვირვებლიდან, ვინც 26 ოქტომბრის დანაშაულის გათეთრებაში გამოიჭირეს 19 ევროპელია, 2 ისრაელელი, 1 აზერბაიჯანელი და 1 არგენტინელი. ხოცებს ბუნებრივია ახლა ევროპელები უფრო სჭირდებოდათ, თუმცა არჩევნებს ხვებიც აკვირდებოდნენ, რომ ვერასდროს გამოიცნობთ ისეთებიც. ახალი სინერგია აფრიკის სოლიდარობისთვის, ფიჯის საარჩევნო ოფისი, უგანდის რესპუბლიკის საარჩევნო კომისია, მალდივის საარჩევნო კომისია, ფილიპინების რესპუბლიკის საარჩევნო კომისია, მონღოლეთის გენერალური საარჩევნო კომისია, ტაილანდის საარჩევნო კომისია, ტუნისის რესპუბლიკის დამოუკიდებელი უმაღლესი საარჩევნო ორგანო. ახლა არ იკითხოთ რა დასკვნები დაწერეს მონღოლებმა, ფიჯელებმა ან მალდიველებმა. თავარია რომ ოლიმპიადასავით მონაწილეობა მიიღეს.
ასეთ ყალბ დამკვირვებლებს ვუგზავნით წერილს და ვეკითხებით, ვინ დააფინანსა მათი მოგზაურობა. ხანდახან პასუხობენ, რომ ბილეთების ფული მათმა ორგანიზაციამ გადაიხადა. ყველაფერი დანარჩენი კი ადგილობრივმა ხელისუფლებამ. ან იმ ქვეყნის ელჩმა, როგორც აზერბაიჯანის შემთხვევაში ხდებოდა. სთავაზობენ კარგ მოგზაურობას, უწყობენ მაღალი დონის შეხვედრებს, სადილებს, მოკლედ სასიამოვნოდ დროის ტარებას. შემდეგ კი მიყავთ დავარცხნილ და გაკრიალებულ უბანზე, რომელთაც ჩვენ პოტიუმკინის უბნებს ვუწოდებთ. გამოსვლისას ხვდება ჟურნალისტი, რომელიც ეკითხება, რა ნახეთო? ასე 5-6 წინადადებაში ხდები ყალბი დამკვირვებელი, რადგან ამბობ, რომ დარღვევა არ გინახავს, რომ ყველაფერი კარგადაა. არჩევნები მაღალი სტანდარტებით ჩატარდა. მოქალაქეებმა გამოხატეს საკუთარი დემოკრატიული უფლება, საკუთარი კანონმდებლობის და კონსტიტუციის შესაბამისად. მთავრობა უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესისთვის მშვიდობიან გარემოს. დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. თუ თქვენ ამ ციფრებს შეადარებთ, ზოგიერთ დასავლურ ქვეყანას საქართველოს უკეთესად გამოიყურეთ. ამ მომრჩეველს შეეძლო თავისუფლად დაეფიქსირებინა საკუთარი ხმა და ჰქონოდა ხმის ფარულობის განცდა. ხანდახან ხდება, რომ ჟურნალისტები ამახინჯებენ ციტატებს. ჩვენ ყოველთვის ვეკითხებით, მართლა ის თქვეს თუ არა, რაც ადგილობრივმა მედიამ გააშუქა. პასუხები განსხვავებულია. ზოგი ძალიან ნანობს, ღმერთო, ეს რა დაგვემართაო. ხშირ შემთხვევაში ასეთ დამკვირვებლებს, განსაკუთრებით თუ არაევროპელია, შეიძლება საერთოდ არ ესმოდეს კონტექსტი და ძალაუნებურად ხელი შეუწყოს პროპაგანდას. ყალბი დამკვირვებლების ნაწილი მანამდე არჩევნებს აკვირდებოდა რუსეთში და ასევე ოკუპირებულ ყირიმში. და მათ მონაწილეობა აქვთ მიღებული იმ არჩევნებში, ნუ წარმოგიდგენიათ, ეხლა როგორ არჩევნებზე საუბარი, აი იმ არჩევნების ლეგიტიმაციაში და იმ არჩევნების პოზიტიურად შეფასებაში. საერთაშორისო დამკვირვებლებს როცა ეხებოდა, ისეთი დაკვირვებლების გაშუქება მიმდინარეობდა, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურად აფასებდნენ საარჩევნო გარემოს. 23 ყალბი დამკვირვებელი საქართველოში პირველი 23 მერცხალია. 1700 კაცში შეიძლება ხვალდაზე სხვაც გამოჩნდეს ასეთი. მათი ჩამოყვანა გაცილებით იაფიჯდება, ვიდრე ბაობაბების თრევა კენიიდან ან პინგვინების გადმოფრენა ანტარქტიკიდან. არადა რამხელა ეფექტია, განა რამე ახალს ამბობენ. სუსტად იმავეს იმეორებენ, რასაც ნანა კაკაბაძეები, დემურ გიორხელძეები ან დოდოშკა ხურცილავები. თანაც ზუსტად იმავე ეთერებით. მაგრამ სად ესენი რომ დაახოვებენ ტყუილებს ქართულად და სად ისინი რომ მოზელენ იმავეს ინგლისურად. ძალაუნებურად. ზაპომნიშ ეტუ გადაცემა. საერთაშორისო დამკვირვებლების უმეტესობა აცხადებს, რომ საქართველოში არჩევნები ყველა შესაბამის კრიტერიუმს აკმაყოფილებდა.